მოგესალმებით. დღეს პარასკევია 8 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვეკვატივის უყურებთ. მე კი მისი წამყვანი ქეთი უკლებავ. მიუხედავად იმ დიდი პაუზისა და შესვენებისა, რაც გამოგვივიდა, ჩვენ ისევ გიბრუნდებით და რა თქმა უნდა, ახალი იდეები, სიუჟეტები და ისევ ახალი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიახლეები გვაქვს თქვენთვის მომზადებული. იმედი გვაქვს, რომ ეს არ დადეგები ყველამ ძალიან კარგად გამოიყენეთ, დაისვენეთ, გააკეთეთ ის, რაც გინდოდათ. ახლა კი ისევ უნდა ჩავდეთ რეჟიმში და არ დაგავწყდეთ, რომ აუცილებლად ყოველ პარასკევს ისევ უყუროთ ვეკვატივის. რეპორტაჟი ჩვენ წინა კვირებში ცოტა განსხვავებული სახით გავიდა, რადგან არა ჩვენი სკოლის მოსწავლეები, არამედ მოხალისეები გაგაცანით. ახლა კი ვუბრუნდებით ისევ ჩვეულ რეჟიმს და დღეს თქვენ გაიცნობთ იკა სულობერიძეს, გაიგებთ მის შესახებ, თუ რას აკეთებს, რა არის მისი ჰობი და ამ ყველაფერს თქვენ სულ რამდენიმე წუთში მოისმენთ. ირაკლი სულობერიძე, 42 სკოლის მოსწავლე და წყალბურთი. всё, ყველაფერი ერთმანეთს შეუსაბამო და დავტკბე ყველაზე მოსაბეზრებელი მომენტებიც. წყალბურთი ჩემთვის ბავშვობიდან ძალიან ბევრს ნიშნავს. მეხმარება რომ გადავიდე სრულიად სხვა სამყაროში, რომელიც მიუხედავად სირთულეებისა, ულამაზეს თამაშობ, ჩემში იყვიძებს უამრავი გზნობა, რომელიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. მასე ვხვდები რომ ყოველი ჩემი მოძრაობა რისკით არის სავსე, რაც თამაშს ბევრად უფრო საინტერესოს ხდის და რაც თავარია, ვგრძნობ რომ ჩემს უკან ჩემი გუნდი დგას. ბავშვობიდანვე მინდოდა ყოფილიყავი მილიონერი ბიზნესმენი, მე კიდე ჩემთვის ბოლო მოდელის წითელი მანქანა, რაც თავარია წითელი და მე მგონი დღესაც ესოცნება მაქვს. ბედნიერი ვარ, როდესაც ახლო ადამიანებთან ყოფნისას, მუცბად გამიიღებს ის აზრი, რომ ეს მომენტი აუცილებლად ღიმილით ან შეიძლება სევნებითაც გამოსცემს. ჩემი ოცნება ვიცხოვრო ემოციებით სავსე ცხოვრებით და რა თქმა უნდა მივაღწიო კარიერულ წინსვლას. ვიყვა მეხმარება გაძლიერებული განათლების მიღებაში და ლოგიკურია გაზრუნების განვითარებაში. მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, უაზრო ფიქრი და რა თქმა უნდა მუსიკა. შემეჩევა რომ მიუხედავად უამრავი პრობლემისა, უბრალოდ მომენტი დაიჭირო და ისე მინდა ჩემ ბავშვობის ოცნებას გავყვე წარმატებული ბიზნესმენი და რა თქმა უნდა წითელი მანქანა შევიძინე. მოგესალმებით, გიბრუნდებით 14 მაისის საინტერესო ისტორიული ფაქტებით. 1796 წელს ინგლისელმა ექიმმა ედვარდ ჯენერმა ჩაატარა პირველი ინოკულაცია ჩუტყოვილას წინააღმდეგ. 1804 წელს ტომას ჯეფერსონის დაკვეთით მოეწყო ექსპედიცია სანტ-ლუისიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე, რომელსაც მეთაურობდნენ უილიამ კლარკი და მერიwether ლუისი. 1811 წელს პარაგვაი მოიპოვა დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან, 1899 წელს ლონდონში დაარსდა ბავშვთა მიმართ ცისასტიკის პრევენციის ეროვნული საზოგადოება NSPCC. 1908 წელს გაფრინდა პირველი სამგზავრო რეისი თვითმფრინავით. 1826 წელს 14 მაისს დაიბადა სტეინიცი ვილჰელმი, რომელიც ჭადრაკის პირველი მსოფლიო ჩემპიონია. 1984 წლის 14 მაისს კი დაიბადა ყოველთვის ცნობილი მარკ ცუკერბერგი, რომელიც სოციალური ქსელის Facebook-ის დამაარსებელია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრაზე. მარიამ კუჭავა და ანა ქობალია წარმოგიდგენენ 19 კითხვა მასწავლებელს. მოგესალმებით. სიუჟეტი 19 კითხვა მასწავლებელს ტრადიციულად გიბრუნდებათ ახალი საინტერესო პედაგოგებით. დღეს ჩვენს კითხვებს უპასუხა მენეჯმენტის მასწავლებელმა ქალბატონმა ნინა უბულავამ. რა არის თქვენი საუკეთესო მოგონება ვეკუაში? მიყვარს ეს სკოლა, როგორც აი საკუთარი სახლი. და მოგონება არის, რომ 90 წელში ამირჩიეს კონკურსში მის ვეკუად და მე მის მთაწმინდად და არასდროს დამავიწყდება ეს დღე. თქვენთვის რომელი პერიოდი უფრო სასიამოვნოა ამ სკოლაში მუშაობის თუ სწავლის? იცით, დღესდღეობით გლობალიზაციის პირობებში და პანდემიის პირობებში აი 3 წელია უკვე ვასწავლე ვეკუაში და რა თქმა უნდა ძალიან მოყვარს ეს სკოლა, ყოველთვის მიხარია ამ სკოლაში მოსვლა. მაგრამ ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი უფრო
ლაღი და მრავალფეროვანი და უფრო საინტერესო და არაჩვეულებრივი მეგობრობა, ურთიერთობა და დღემდე მეგობრობს ჩემს ვერკულოვ რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება? ჩემთვის წარმატება ნიშნავს მიღწევა საკუთარი მიზნების და ვისაც რა მიზნები აქვს, როცა მიაღწევს იმ მიზნებს, ის არის ის ადამიანი, არის დაარღვევს. თქვენი ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რითი ამაყობთ? 90-იანი წლების ბოლოს 98-2000 წლებში სწავლობდი და ცხოვრობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში. ვამაყობ იმით, რომ ამ ყველაფრის შემდეგ დავბრუნდი ჩემს სამშობლოში 28 წლის ასაკში და მთელი ცხოვრება აგერ უკვე 20 წელია ვემსახურები საქართველოს. რას აკეთებდით სკოლის დამთავრების შემდეგ? მადლობთ, Ani, ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ილია ვეკუას სკოლის დამთავრების შემდეგ 5-ის ატესტატზე მოვეწყე ფიზიკის ფაკულტეტზე სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯავახიშვილის სახელობის. შემდეგ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე 21 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა სამეცნიერო რედაქციაში, ჩემი ჯგუფელის თემურ ათანეიშვილის მიწვევით. პროფესორის მუშაობის შემდეგ მქონდა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ წავსულიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 98-2000 წელს სწავლობდი კოლუმბიის უნივერსიტეტში, Teachers College-ში. შემეძინა მეორე შვილი, გავხობდი ამასობაში და შემდეგ 2000 წელში მქონდა ესეთი არჩევანი, რომ დავჩენილიყავი ნიუ-იორკში, გაეროში მყოფდნენ ამას, ან დაბრუნებულიყავი და საკუთარი სამშობლოს მემსახურა და მე იმდენად მიყვარს და იმდენად მენატრებოდა საქართველო, დავბრუნდი და შემდეგ დავიწყე სწავლა ახალ გახსნილ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში, დირექტორი არმაზ ახვლედიანი. 2 წელი სწავლობდით, ჩვენ სწავლობდით, მქონდა ლექციები სტრასბურგში, იტალიის უნივერსიტეტებში, საფრანგეთში და 2 წლის შემდეგ მომცეს დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებით. შემდეგ ვიფიქრე, რომ ესეც არ არის საკმარისი. რამდენიმე წელი მუშაობდი სოციალური დაზღვევის ფონდში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსთან, ბარების რევოლუციის შემდეგ საკუთარი ბიზნესი მინდოდა რომ მქონოდა. გავხსენით მეგობრებთან ერთად საკონსალტინგო ფირმა ალტერ ჯგუფში, რომლის დირექტორი, გენერალური დირექტორი ვარ 2004 წლიდან დღემდე და გავაკეთე ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში გაუში მაგისტრის ხარისხი ბიზნესში. ასე რომ მაქვს რამდენიმე მაგისტრატურის დიპლომი და ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება გრძელდება სწავლა ციბერემდე, აი ციბერემდე კი არა, სანამ გაქვს გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობა, უნდა გაიუმჯობესო აკადემიური ხარისხი, უმჯობესია, რომ სანამ შეგიძლია ისწავლო და არასდროს არ დაასჯერდე მიღწეულს. თქვენი ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რომელი პერიოდი გენატრებათ? გენატრება ნიუ-იორკის პერიოდი, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიანობისმრივ. მთელი მსოფლიოდან უამრავი მეგობრები შევიძინე, შემდეგ გამიჩნდა ჩემი ელენიკო, მეორე გოგონა და იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ცოტა ასი ბედნიერი არ ვიყავ. თქვენმა შვილმა რამდენიმე დღის წინ აიღო კოლუმბიის უნივერსიტეტის დიპლომი. რა იქცენით ამ დროს? დიახ, უდიდესი სიამაყე, უდიდესი ბედნიერება ელენესთვის ძალიან დიდი მიღწევა. კოლუმბიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა, სამეცნიერო ხარისხი მიიღო ბაკალავრის და 20 წელი მართლაც სერიოზულად სწავლობდა, ოქროს მედალზე აქვს ამერიკული აკადემია დამთავრებული და გამორჩეული გონებრივი რესურსების ბავშვია და სულეუბნები, რომ დედიკო, შენ კი ამერიკაში დაიბადე, მაგრამ უნდა საქართველოში დაბრუნდე და საქართველოს ემსახურე, მაგრამ ჯერჯერობით ფიქრობს ისევ ამერიკაში დაბრუნებას და მაგისტრატურაში სწავლას, მუშაობის დაწყებას და რა ვიცი, აი მიხარია დედისთვის შვილის მიღწევა არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ჩემი სამივე შვილი მინდა რომ ყველაფერს მიაღწიონ, რაც თავისი მიზნები აქვს ცხოვრებაში. რა არის თქვენი ჰობი? ბავშვობიდან მიყვარს ძალიან კინო, თეატრი,
ლიტერატურა და ძალიან ბევრ წიგნებს ვკითხულობ ბავშვობიდან, მთელი არდადეგები, უდიდესი ბიბლიოთეკა მაქვს სახლში, მაგრამ გამომქონდა წიგნები და ვკითხულობდი, კითხვა მიყვარს. გიყვართ თუ არა სამზარეულოში ტრიალი და რა არის თქვენი საყვარელი კერძი? იცი სამზარეულოში ტრიალი არ მიყვარს. არ მიყვარს. ხოლ არ მოგაწყვეტ, სიმართლე რომ გითხრათ, მიჩნია თუ მაქვს განწყობა, რა თქმა უნდა, ძალიან გემრიელი გამოდის, რასაც ვაკეთებ, მაგრამ მიყვარს უფრო აღმოსავლური საჭმელი, მაგალითად, მისო სუპი მიყვარს, იაპონური სუში მიყვარს ძალიან, ქართული საკვებიდან მიყვარს ძალიან სალათები, ხაჭაპური ლობიანი, ასე ვთქვათ, ბადრიჯანი მიყვარს მიბზით ძალიან. უნივერსიტეტში რომ სწავლობდი, იქ მქონდა ესეთი ფესტივალი საერთაშორისო და მთხოვეს რამე ქართული საჭმელი გააკეთო და ბადრიჯანი მიბზით ეს მოეწონათ ახლოვანი. როგორ ფილმებს ანიჭებთ უპირატესობას? ცითაი განწყობის ადამიანი ვარ. თუ ვარ ძალიან გადაღლილი, მიჩვენია კომედია. ისე სათავგადასავლო სამეცნიერო ფილმები მიყვარს ძალიან და მიყვარს აი ქართული ფილმებიც მიყვარს ხალხური. ფესვები ძალიან მიყვარს, მონანიება, რამდენიმე ჩემი რჩეული რეჟისორი მყავს და ამ ფილმების ნახვა შემიძლია ბევრჯერ, აი ძალიან ბევრჯერ და ყოველთვის ძალიან სიამოვნებით ნახულობ. რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი? აი ძალიან მატერიალისტი არ ვარ, არ მიყვარს რაღაცა ნივთების შეგროვება, რაღაცა, თუმცა აი რაც ჩემმა წინაპრებმა ვებიაბაბუამ მისახსოვრეს, იმ ნივთებს არ აქვს მატერიალური ღირებულება, ჩემთვის იმ ნივთებს აქვს სულიერი ღირებულება, იმიტომ რომ ახსენებ ჩემს ბავშვობას. მაგალითად მიყვარს აი ეს შვეიცარიული ოქროს საათი, მიყვარს მათი ნაჩუქარი ავეჯი, ჭურჭელი, აი ესეთი ძველებური რაღაცეები მიყვარს. თქვენი აზრით, როგორი მასწავლებელი ხართ? ვარ მასწავლებელი, რომელიც კი არ ვასწავლი დაზეპირებას რაღაცებს, არამედ აზროვნებას და კონკრეტულ სიტუაციაში სწორი არჩევანის გაკეთებას. რას აკეთებთ თავისუფალ დროს? თავისუფალ დროს მიყვარს ვარჯიში, კუსპაზე დავდივარ ხოლმე ხშირად, მიყვარს მეგობრებთან სტუმრობა, ძალიან ბევრი მეგობრები მყავს და ყოველთვის მიყვარს მათთან სტუმრობა. მიყვარს აგრეთვე ფილმების ყურება, წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა. თქვენ ცხოვრებაში რას თვლით ყველაზე დიდ მიღწევად? ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლი, რა თქმა უნდა, რომ არის ჩემი სამი შვილი. ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა და ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარი. მონაწილეობდი სხვათა შორის სანდენსის კინოფესტივალში, სადაც მქონდა შესაძლებლობა ირისპი შოხოდროდი, ჯენიფერ ანისტონს, რობერტ რედფორდს, გვინეთ პელტროუს, ჯულია რობერტს და ეს ძალიან დიდ ვარსკვლავებს ჰოლივუდის, აი მქონდა საშუალება, რომ ყოფილიყავი ლოს-ანჯელესში და მიმიღო ასევე მონაწილეობა კინოფესტივალში და სხვათა შორის ქართული ფილმი მქონდა წაღებული მაშინ ლეკა კოღუაშვილის და ეს არა ჯგუფთან ერთად, ქართულ ჯგუფთან ერთად, აი ეს არასდროს არ დამოიწდება. არის თუ არა თქვენ ცხოვრებაში ისეთი რამ, რის გარეშეც ცხოვრება არ წარმოგიდგენია? უნდა იყოს ერთგული, მზრუნველი, ყურადღებიანი, მეგობრული, კარგი იუმორით, მომთმენი აუცილებლად და არ მიყვარს ძალიან მატყუარა და ორპირი ადამიანი. როგორი ხასიათის უნდა იყოს თქვენთვის დამაგმოყოფილებელი ადამიანი? ჩემი, რა თქმა უნდა გიყვარდეს ვიღაც სიყვარულის გარეშე, მეგობრობის გარეშე, ჩემი სამშობლოს გარეშე, ჩემი მოსწავლეების გარეშე და სტუდენტების გარეშე ვერ წარმომიდგენია სიცოცხლეს. რა არის თქვენი ცხოვრების მიზანი? რომ მე თუ მოვესწრები ხო, ვარ და ჩემი შვილების თაობა, მან თქვენმა თაობა მაინც დაიბრუნოთ აფხაზეთი, სამაჩაბლო, ერთიანი, ძლიერი ევროკავშირის წევრი საქართველო. ამის ვცდილობ. გამარჯობა, თქვენ გვაქვს ბიბლიოთეკა, გიბრუნდებათ ახალი სტუმრი. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ნასყიდაშვილი. მოდი ვნახოთ თუ რა წიგნს გვირჩევს ის. თამაშ ჭილაძე არის ქართული მწერალი, ის დაბადებული 1931 წლის 5 მარტს.
არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. მწერალის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად და ასე შემდეგ. მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო ერთ მწერალზე, რომელიც ჩემი აზრით იმსახურებს, რომ ბევრად უფრო ცნობილი და დაფასებული იყოს და ალბათ სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი თამაშ ჭილაძეზე. მას საოცარი სამყარო აქვს. ეს არის მხატვრული სახეობრივი სისტემა, რომელშიც ყველა ნაწარმოები, ყველა სახე თითქოს ერთმანეთის გასაღებად იქცევა და ერთიან თლიან სურათს ქმნის. ძალიან საინტერესო მწერალთა არმია გვყავს ქართულ ლიტერატურაში და მე ვფიქრობ, რომ თამაშ ჭილაძეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აქ და არასდროს დამავიწყდება ის პირველი შთაბეჭდილება, როდესაც მის მოთხრობებს გავეცანი. დღემდე მახსოვს ის საოცარი სახეები, ზე ექსპრესიული, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, პოეტური, რომელიც პროზის ჩარჩოებს ფაქტობრივად რომ სცილდება და საოცრად ღრმა და მეტყველია. არაჩვეულებრივი შედარებები აქვს, მაგალითად ასეთი ვედრო წყალში ისე ჩავარდა, თითქოს ცომში მუშტი ჩახკრესო. ან მაგალითად რაღაც ამდაგვარი მზე აუჩქარებლად ნელ-ნელა მოიპარება, თითქოს ნოქარი დახლზე გამოფენილ ქსოვილს თოფებად ახვევს. კომენტარის გაკეთება ალბათ ზედმეტია, როდესაც ასეთ რაღაცას წაიკითხავ. ან მაგალითად ასეთი ხედვითი ხატი. ისეთი ღიპი ჰქონდაო, თითქოს მაისურში ვაშლები ეყარაო. ან მაგალითად ლამფის შუქი ფორთოხლის ნაბცქვენივით ეგდო თასშიო. არ ვიცი, საოცარია, მხატვარია სიტყვით, არაჩვეულებრივ რაღაცეებს ქმნის და გარდა ამისა, რომ ეს ესთეტიკურად საინტერესოა, ექსპრესიულია და დასამახსოვრებელია, არის ძალიან ღრმა. და მაგალითად ერთი ასეთი ფრაზა მახსენდება, ღიმილიო საღებავს გავსო, გვეუბნება მწერალი, ისეო უმიზეზოდ წასმულ საღებავსო. მე მგონია, რომ ძალიან აქტუალური ფრაზაა, იმიტომ რომ ბევრჯერ გვიფიქრია ალბათ თითოეულს ამაზე, ხო? რაღაცა აზრდაკარგული ურთიერთობები და გაუბრალოებული ურთიერთობები როცა არსებობს, თუნდაც როცა სიტყვები თითქოს უბრალოვდება და აზრს კარგავს, ანუ როცა არ არის ნამდვილი ეს ურთიერთობა. აი თამაშ ჭილაძე არის სწორედ ის მწერალი, რომელსაც გულწრფელობა და ნამდვილობა აინტერესებს ადამიანში და მისი პერსონაჟები რეალურად ამ გულწრფელობას და ნამდვილობას ეძებენ და მაგალითად პოსეიდონის სასახლე, რომელზეც მინდოდა რომ მესაუბრა, ერთ-ერთი ნაწარმოები ისე მაგალითისთვის გასახსენებლად მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთ პერსონაჟს გვიხატავს, რომელმაც გააკეთა რაღაც არჩევანი და ახლა გრძნობს, რომ ეს სივრცე თითქოს დავიწროვდა მის გარშემო და ეძებს ნამდვილობას, ეძებს გულწრფელ ურთიერთობას, ეძებს იმ რაღაც ნამდვილს, რაც მასში იყო და ფაქტობრივად მან თავისი არჩევანით გამოვიდა, რომ ეს რაც ნამდვილი და გულწრფელი იყო, დათგუნა, გვერდზე გადადო და აირჩია ეს ობივატელური, ანუ ეს ყოველდღიური კეთილდღეობა მოკლედ და გამოვიდა, რომ ამას შეეწირა ის ყველაფერი და ამიტომაც მოსაწყენი გახდა ცხოვრება. ყველაზე საინტერესო თამაშ ჭილაძესთან არის ის, რომ მისი თხრობის მანერაა თვითონ საოცარი. აი, ასე პირდაპირ დაალაგებულად ერთმანეთის მიმდევრობით არ არის აქ ფაქტები, აქ არის ფიქრები, ემოციები
ხაზებით მოტანილი რაღაცა ნამცეცები და ეს ხაზები უნდა შეკრას მკითხველმა გაამთლიანოს და ანუ მკითხველიც საოცარ შემოქმედებით პროცესშია ჩართული და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას იწვევს. გარდა ამისა, ეს არის მოაზროვნე ადამიანი, ეს არის ფილოსოფოსი, მას აქვს თავისი ფილოსოფია სიბერესთან, ცხოვრებასთან, სიყვარულთან, ყველაფერთან მიმართებაში რაღაცა საოცარი აზრები აქვს. ასე რომ ერთი დიდი ხაზი ეს არის თვითონ თამაზ ჭილაძის ფილოსოფია. მეორე დიდი ხაზი, რომელიც გამჭოლია, არის ფსიქოლოგიზმი. მისი პერსონაჟები არიან ღრმად ფსიქოლოგიურები. თუ წაკითხული გაქვს ფსიქოლოგიური რაიმე ლიტერატურა, ან მაგალითად ბერნის ნაწარმოებებს იცნობ, ბევრად უფრო კარგად მიხვდები მკითხველი, როგორი ღრმა არის თამაზ ჭილაძის თითოეული პერსონაჟი. რომ ეს შეიძლება ინტუიციურად მოვიდეს, შეიძლება ქვეცნობიერად ქმნის ასეთ რაღაცას მწერალი და შეიძლება მას გარკვეული ცოდნა ამ ფილოსოფიისა კიდეც ეხმარება, ფილოსოფიის და ფსიქოლოგიისა ეხმარება, რომ ასეთი საოცარი სიღრმისეული ხაზები წარმოგვიდგინოს პერსონაჟის ბუნებაში. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ კიდევ თამაზ ჭილაძეზე და რაც მთავარია, ძალიან გამეხარდება, რომ მეტმა წაიკითხოს მისი მოთხრობები, ან თუნდაც შედარებით ბოლო პერიოდის რომანი ბრეიგელის მთვარე. და მე ვფიქრობ, რომ ეს წერალი მათი საყვარელი მწერლების ნუსხაში შევა აუცილებლად, ვინც გაეცნობა ამ წერალს. დიანოზაძე რუბრიკით წარმატებული ვეკვა დამთავრებული. მოგებით მეგობრებო, ვეკუატივის ახალი სეზონი დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ გიბრუნდებით საინტერესო რუბრიკებითა და სიუჟეტებით. ჩემი რუბრიკის ვეკუას წარმატებული კურსი დამთავრებულის დღევანდელი სტუმარია ნიკიტა ხანცელი. გამარჯობათ, ჩემი სახელია ნიკიტა ხატისოვი. ამჟამად ვცხოვრობ, სწავლობ და ვმუშაობ გერმანიაში და ვარ 2017 წლის ვეკუას სკოლის კურსდამთავრებული. რაც შეეხება ჩემს სწავლას ვეკუაში, ვერ ვიტყვი რამით გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სკოლაში საკმაოდ მაღალი განათლების დონეა და ეს ეხება არა მარტო ფიზიკა, მათემატიკას, საკმაოდ კარგი ბაზა მივიღე, რომელიც დღემდე გამოსაყენებადია. ჩემს სკოლაში სწავლის შემდეგ სწავლა გავაგრძელე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, სადაც მეორე სემესტრში მოვიპოვე სრული დაფინანსება ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში ელექტრონული მართვის განხრით. ზუსტად მან მივხვდი, რომ მინდოდა მესწავლა სადმე ევროპაში, დავიწყე სხვადასხვა ქვეყნის მოძიება, შესწავლა და უნივერსიტეტებთან კონტაქტი. მაგის შემდეგ ჩემი არჩევანი გაჩერდა გერმანიაზე, რადგან აქ შესაძლებელია უფასოდ მიიღოთ საკმაოდ კარგი განათლება. რაც შეეხება მთავარ განსხვავებას ალბათ უნივერსიტეტებს შორის საქართველოში და გერმანიაში, ის არის, რომ გერმანიაში და საერთოდ ევროპაში არანაირი ზეწოლა არ არის. რას გულისხმობ? ანუ შენ თუ გინდა დაამთავრებ უნივერსიტეტს სადღაც 2 წელიწადში და შეგიძლია დაამთავრო 8 წელიწადში. ანუ გააჩნია რამდენი საგანი შეგიძლია დაფარო ერთ სემესტრში, შეგიძლია 20 აიღო, შეგიძლია 2 აიღო. ანუ ამაზე არანაირი შეძლება არ არის, რაც ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება, რადგან ზოგი მუშაობს და თან არ ყოფნის დრო იმდენი სწავლაზე და ესეთი ხალხი იღებს ხოლმე 2-3 საგანს და სწავლობენ 7-8 წელი. ანუ აქ ამაზე არანაირი გართულება არ არის. ხო, რაც შეეხება სახალისო ისტორიას, ასეთი განსხვავებული არაფერი მაქსიმდება. ერთ-ერთი ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავხადო ქალბატონ ლეილა ტალიკაძეს, რადგან რომელიც იყო ჩემი ისტორიის მასწავლებელი, ისტორია სიმართლე გითხრათ არასდროს მიყვარდა და როცა მოვიდა გამოცდების პერიოდი, საკმაოდ ცუდ დღეში აღმოჩნდი. აბიტურიენტობის პერიოდში, როცა უკვე არავინ აღარ დადიოდა, ერთ-ერთი ისტორიის გამო მოვდიოდი და ქალბატონი ლეილა ტალიკაძე მამაცადინო მთელ კლასში მარტო მე, იმისთვის რომ როგორღაც ჩამებარებინა გამოცდები, ჩავაბარე ისტორია და სახალისო ალბათ ამაში ის არის, რომ მაგის შემდეგ გიდად დავიწყე მუშაობა სტუდენტობის პერიოდში საქართველოში. რაც შეეხება არჩევას,
ეს ალბათ უფრო ეხება იმათ, ვინც უკვე ფიქრობს სადმე ჩაბარებაზე და ამარჩენ ის წინაშე დგანან, რომ უნდა ერჩიონ პროფესია, რომელიც უნდა აკეთონ მთელი თქვენი ცხოვრება, ანუ ეგრე არ არის. თუ არ იცით რა გინდათ, დამშვიდით, ჯერ ჩააბარეთ სადაც უფრო შედარებით მოგწონთ, ეგეც თუ არ მოგეწონათ, შეცვლით ფაკულტეტს, შეცვლით უნივერსიტეტს, შეცვლით, არ ვიცი, ქვეყანას, ეგეც არ არის დიდი პრობლემა და მინდა ყველას წამოდება გისურვოთ და მადლობა. ეკვატივი დაბრუნდა და ვერც გამოცანების კონკურსს გაექცევით ვერსად. შეგახსენებთ, რომ წინა დავალებაში, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გევალებოდათ 3 ციფრიანი კოდის გატეხვა. თავსატეხის პასუხია 0.42. აქვე დავსწრე, რომ ეს სეზონი, როგორც ჩვენი შეჯიბრი, დასასრულს უახლოვდება და მინდა შემოგთავაზოთ შუალედური შედეგები, სადაც იხილავთ თქვენს ქულებს, ადგილს და იმასაც მიაგენთ თუ არა სწორ პასუხს წინა დავალებაში. არ დაგავიწყდეთ, რომ გამარჯვებული დაჯილდოვდება. ამ ყველაფერს იხილავთ ეკვატივის გვერდზე, ახლა კი დღევანდელი გამოცანა მოვისმინოთ. ირმამ და ერიკამ ფლორიდა მოინახულეს, მაგრამ როცა წავიდნენ, ყველას გაუხარდა. მოგწერეთ, რა შეა საქმე. მე 11 გადაცემას ჩემი ტრადიციული ფრაზით დავამთავრებ. დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩვენი სიუჟეტები თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა და მოგეწონათ. არ დაგავიწყდეთ, რომ დალაიქოთ ჩვენი Facebook გვერდი ეკვატივი, სადაც იდება ნიკას კითხვების პასუხები და ასევე სამივე მასალა. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სადაც დაიდება როგორც მთლიანი გადაცემები, ასევე ცალ-ცალკე სიუჟეტები. თუ ერთი კონკრეტული გაინტერესებთ, შეგიძლიათ მას ყოველგვარი გადახვევების და დისკომფორტის გარეშე უყუროთ. ახლა კი გემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ, რომ ისევ გვიყუროთ შემდეგ პარასკევს 8 საათზე. ნახვამდის.